რამდენიმე ადამიანზე უნდა ვისაუბრო, რამდენიმე ადამიანზე, მათ შორის შალვა პაპუაშვილი რუსზე, ასევე გებუაძე როა ის ეხლას როს ტკივა ლოყა იმ რუსზე, ასევე რუსზე მატვიენკოზე, ასევე უნდა ვისაუბრო ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ ელჩზე თამარ ტალიაშვილზე, ისიც რუსია, ამასაც ღიად ვამბობ ამას და კიდე რამდენიმეზეც თუ შემომესაუბრა, ხო, ძალიან კარგი იქნება, ამავდროულად მე ბოლოსკენ ვახსენებ ძალიან კარგ ქართველს, ღირსეულ ქართველს, ნამდვილ ქართველს და ვახსენებ ახლავე ბარემ, ვიტყვი მისზე, ვიტყვი ორ სიტყვას კიდევ. დამატებით ეს არის ზია მაღლობელი კალაძეზეს თუ გამექცა სიტყვა არ მიწყინოთ და ასე შემდეგ სათაური ძალიან გამიჭირდება თუ ბევრ ადამიანს ახსენებ ბევრ თემას მიმოიხილა ბუნებრივია სათაურის ჭირს ანუ ერთი თემის ამორჩევა ამოკრება გამორჩევა ჭირს მაგრამ რას ვისამთ ესეთია ცხოვრება იმიტომ რომ ბევრ რამეზე არის სალაპარაკო ჩვენს დინამიკაში პირველ ყოვლისა დავიწყო საუბარი შალვაია პაპუაშვილზე რომელზეც აკი გითხარით მე სულ ვამბობ რომ ის არის ქართულგვარი არის რუსი და შალვაია პაპუაშვილი რუსიძის სასამართლოში რომ წავიდეს დამიმტკიცებს იოლად ახალი კანონმდებლობით მით უმეტეს რომ ის FSB-ს ინსტრუქციებით სულაც არ მოქმედებს ეს მისი მოსაზრებებია და მე რა რომ დუგინის მოსაზრებებს მე რა რომ ხსენებული მატვიენკოს თუ არ ვიცი ლავროვის თუ მედვედევის მოსაზრებებს ემთხვევა ეს ყველაფერი პუტინის მოსაზრებებს პუტინის მოსაზრებებიც იმის თაობაზე რა არის ცისფერი ან დედამიწა არის ბრგვალი საბოლოო ჯამში ხო მეც ვეთანხმები პუტინს თუ ამას იტყვის მაინც და მაინც რომ დედამიწა ბრტყელი არ არის და ბრგვალია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე პუტინისტი ვარ ხო შალვა კი პუტინისტია გასაკვირველია მაგრამ მე ვერ დავამტკიცებ მეთქი აქ გითხარით რომ ის რუსეთიდან იღებს ინსტრუქციებს და მურუსიძის გამობიძინებული მურუსიძე შინჩალაძის და გამომურუსიძევებული სხვა რომელიმე მოსაგვარსახელის მოსამართლის სასამართლოში ხო მე დამეკისრება ჯარიმა 4843 ლარი პირობითად ლაპარაკობ 4587 ლარი და შეჭირვების ჟამს 4593 ლარი რასაკვირველია რთული მოსაძიებელია მიუხედავად იმისა რომ მე ვიბაქიბუქებ და ვიტყვი რომ არა არასდიდებით არ გადავიხდი მეთქი და არც ვაპირებ გადახდას ბუნებრივია ხო ამის მიუხედავად ხო განჩინების თვალსასამართლებრივი თვალსაზრისით დასაკვირველია მე მტყუარი ვიქნები მაგრამ ჯაბანი მე არა ვარ ჯაბანი მე არა ვარ დამარცხებაზე ორიენტირებული ადამიანი მე შალვა პაპუაშვილი რომ რუსია ამას დამამტკიცებ მურუსიძის სასამართლოშიც კი მეთქი მიუხედავად იმისა რომ მურუსიძე დასაკვირველია მისთვის სასარგებლო განჩინება განაჩენს გამოიტანს ოღონდ დამამტკიცებ კეთხვით როგორ თანახმა ვარ წადი შალვა პაპუაშვილო მე მოგვითხოვ შენგან წადი სასამართლოში და მიჩივლე ცილის წამებაზე თუ შეურაცხყოფაზე ალბათ ვერა ხო ცილის წამებაზე როგორ ავარ რუსიო როგორ ვიღებ მე ინსტრუქციებს FSB-დანო ეს თქვი მე გთხოვ კი არა პლანის მოგვითხოვ შენგან ოღონდ აქ არის ერთი მარტივი ლოგიკა მე ბუნებრივია FSB-ს არქივებში შალვა პაპუაშვილის ამსონებისაგან განსხვავებით ვერ ჩავძვრები ვერ მოსკოვში, პეტერბურგში ვერ არავინ არ გამიხსნის არქივებს. არავინ არ მაჩვენებს რა დოკუმენტაცია დევს კობახიძეზე თუ შალვა პაპუაშვილზე თუ მდინარაძეზე თუ ბიზინა ივანიშვილზე თუ ტალიაშვილზე თუ სხვებზე და სხვებზე FSB-ში. როგორ არიან ისინი გავალერის აგენტები კი არა, პირდაპირი აგენტები. მაგრამ მე გთავაზობთ შეგებებულ წინადადებებს, ხო, ალბათ უფრო სწორი სიტყვა ეს არის. ოკეი, წადით. მაგრამ მანამდე თუ პარალელურად თქვენი ყველა სოცქსელი უნდა იყოს გახსნილი. თქვენი ყველა ტელეფონი უნდა იყოს ჩაბარებული ობიექტური კომისიისათვის, ისე წაშლა ვერ მოასწროთ, ყველა სოცქსელი, ანუ ადნაკლასნიკი გექნებათ, ლავმეილ.ru ეკნება შალვა პაპუაშვილს ხო გათხოვებისა ეშინია და ვიღაცებს ეკონტაქტება, ეს ცხადია ირონიაა, მაგრამ მაინც შეგნებულად გოგოებს ეკონტაქტება, იმიტომ რომ ვინმე რამეში არ და ადანაშაულოს არ შეამჩნიოს. ესე იგი love.mail.ru იქ ადნაკლასნიკი კიდევ კონტაქტზე ეს სამი Yahoo, Gmail, Rambler, Shmambler, Parlament.g და ასე შემდეგ. უკლებრივ ყველა ელექტრონული პოსტა გახსნას. ასევე ეს აპლიკაციები WhatsApp, Rambler აქვს თუ არ ვიცი, Yandex აქვს თუ არ ვიცი და ასე რა ქვია Viber, Signal და ასე შემდეგ. გახსნას და მე საათსა და 40 წუთში, არა 2 საათსა და 40 წუთში მე დავამტკიცებ, რომ ის FSB-ს ინსტრუქციებს იღებს კომისიისთან დასწრებით გახსნას, ანუ მე კი არ გამიხსნას მაინც და მაინც კომისიას გაუხსნას.
და ეს რომ არ მოხდება ეს ხომ ფაქტია. აქედან გამომდინარე შალვა პაპუაშვილი გაიმარჯვებს რუსეთის სასამართლოში, მაგრამ აი ეს იქნება ჩემი შეგებებული პასუხი თუ არგუმენტაცია საიმისო თუ დამამტკიცებელი იმისა რომ შალვა პაპუაშვილი იღებს ამ ინსტრუქციებს ფსბ-დან. და თუ ინსტრუქციებს არ იღებს წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იხსნება უბრალოდ ვერ იხსნება მისი ქმედებები. ვერ იხსნება, იმიტომ რომ ეს ქართველობაში, კაცობაში, შაბურ გაგებაში, წითლურ გაგებაში, ქართულ გაგებაში, ძველბიჭურ გაგებაში, არც ერთ გაგებაში, რა ქრისტიანულ გაგებაში, არც ერთ გაგებაში, ოცნების გაგებაში, ოცნების გაგების გარდა, რუსული ოცნების გაგების გარდა ეს ყველაფერი არ ჯდება. ეხლა რა არ ჯდებაო კიდე რამატებით მეთქვით. ვინმეს და რასაკვირველი ამოვქეკავ პირველ, მეორე, მესამე, მეშვიდე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 107 განცხადებას შეტევებს ევროკავშირზე, შეტევებს შეერთებულ შტატებზე, შეტევებს კონკრეტულ პირებზე, deep state-ის ხსენებას, საქართველოს წინააღმდეგ შეტევებს. რასაკვირველი ამოვქეკავ და დამამტკიცე. მაგრამ კიდევ აი ბოლო ამბავი უნდა გაგახსენოთ. შვეიცარიაში, სხვა საქმეა შვეიცარიელებიც კი არა, ევროპელებიც ცოდავენ და ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას, შვეიცარიაში გაიმართა რაღაც საპარლამენტო ფორუმი, სადაც ბევრი ქვეყნის თუ ყველასი არა, ბევრი ქვეყნის პარლამენტის დელეგაციები იყვნენ. ჩვენგან იყვნენ ნიკოლოზ სამხარაძე და ასევე იყო ეს შალვაია პაპუაშვილი. შალვაია პაპუაშვილმა რუსმა, ქართულგვარიანმა რუსმა, ესე რომ ჩაჯდა სავარძელში. აღარც ამდგარა იმ სავარძლიდან, იქ შეხვდა რაღაც მეშვიდე ხარისხოვანი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს, მაგრამ ამას არ გულისხმობ, აი ამ სხდომათა დარბაზში რომ ჩაჯდა და აღარც ამდგარა როგორც სიტყვა კი წარმოთქვა, რომელიც სავსე იყო რუსული ნარატივებით, deep state-ზე, რაღაცა იმაზე სუვერენიტეტი როგორ უნდა შევინარჩუნოთ, რაღაცა დუგინი რასაც ლაპარაკობს, პრინციპში იმას ლაპარაკობდა ქართულად. ჩაჯდა, მე აღარც ამდგარა და მათ შორის არ ამდგარა მაშინ და მეორე პერსონას ვახსენებ. ახლა როცა ვალენტინა მატვიენკო რუსეთის სათათბიროს ხელმძღვანელი რატომღაც იყო ჩასული, იქ ის სანქცირებული პირია და ევროპელები და დასავლეთი ზოგადად კაი ხვიტოა, რომ იმის გამო რომ გამოპუტინებულ მატვიენკოს იწევს რამე ფორუმზე, თუნდაც ეს ცალკე ამბავია და ცალკე აღსანიშნავია. მატვიენკო ადგა და მატვიენკომ წარმოთქვა სიტყვა და როცა წარმოთქვამდა ის სიტყვას აი ამ პერიოდში ხო ამ მიმდინარეობისას ბევრი ქვეყნის დელეგაციამ დატოვა დარბაზი, იმიტომ რომ მატვიენკო აპირებდა და მატვიენკო ამბობდა, რომ რუსეთი არის მართალი უკრაინასთან მიმართებაში და ყველა, ვისაც აღებმიცემობა არ აქვს, რაღაცა ინტერესი არ აქვს, ან არ გამოპუტინებულა, გამორუსეთებულა და ასე შემდეგ, უკლებლივ ყველა ადგა და გავიდა დარბაზიდან, ოღონდ შალვა პაპუაშვილი ბოდიში სიტყვისთვის და ეგდო ჩაბეტონებული იყო. ეხლა მე გეკითხებით, შეფასების ნაწილში რუსია შალვა პაპუაშვილი მეთქი ეს რომ თქვა, გაგიკვირდებათ? კია. შეფასების ნაწილში რომ თქვა, რომ ეს არის FSB-ს ინსტრუქციები და თუ არ არის, მაშინ გამიხსენით თქვენი WhatsApp-ი თუ Rambler.ru და Mail.ru დაიტოვეთ თქვენთვის, ხო? თქვენი ინტიმური ურთიერთობები, ონლაინ ურთიერთობები. თუ არის ესეთი ხა ამასაც ხა ვუტრირებ ხა მაინც და მაინც კი არ ბადანაშაური კი არ პანსკი კი არ მიმყავს ლაპარაკი, მაგრამ მაინც, ხო? მე გეტყვით რომ ამაზეც კი შალვა პაპუაშვილს ქონდა ინსტრუქცია მიღებული FSB-დან ნივკოემ მე არავითარ შემთხვევაში არც გაბედოთ რომ ადგეთ და დატოვოთ დემარში დარბაზი მატვიენკოს გამოსვლის დროს. ბაშ გეკითხებით კიდევ ერთხელ, მატვიენკოსთან არის შეკრული თუ რომელიმე ევროპულ დელეგაციასთან. ეხლა შეიძლება ევროპელების ბოსტანში კენჭსა და კენჭზე უფრო დიც, ხო გეტყვით ქვას. მოდი ასე ვიტყვი, არა ლოდს, ლოდი რუსი პაპუაშვილის ბოსტანში. ძალიან გამკვირვებია მე დასავლეთისა. კი, მაგრამ ამიხსენით, თუ ესეთი კეთროვანია რუსეთი, რაღაცომ იწვევენ საერთოდ მით უფრო სანქცირებულ პირებს. და ასე ვიტყვი, აი გაგანიაო მეორე მსოფლიო ომის დროს, პირობთ 53-ში, 44-ში, ჰიტლერის, ფაშისტური გერმანიის ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრს არ გულისხმდა, ყველაზე ნაკლებად გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო? მიწვეული იყვნენ თუ არა რაღაც საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც ისინი თავის სიმართლეს დაამტკიცებდნენ გერმანიას, ფაშისტურს, ჰიტლერის გერმანიას ეგრეთ წოდებული თავისი სიმართლე ბჭყალებში, ხო? რასაკვირველია, ჰქონდა, რომელიც არგუმენტირებული არ იყო. ხო, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმ სიმართლეს. ხო, მაგრამ თავისი ლოგიკა, ხო, ჰიტლერს ჰქონდა, აბა როგორ აბავდა, გარდა იმისა, რომ პროპაგანდით აბავდა მასებს, იმითაც აბავდა, რომ აი იმ თავის ეგრეთ წოდებულ სიმართლეს ახმიანებდა და უზიარებდა საზოგადოებას
საზოგადოებას და ესაუბრებოდა ისე როგორც ესაუბრება. ეხლა მატვიენკოს წესა აქვს, პუტინსაც წესა აქვს, მას აქვს თავისი რუსული სიმართლე, რომელსაც პაპუაშვილი ეთერხება და ეხლა ისევ ბოსტანში ევროპელებისა, გერმანელებს კვლავ ვიმეორებ, მისცემდნენ თუ არა სანქცირებულებს, ასე ვიტყვი, გვერდის ნებართვით ხობაში ესე პირდაპირ მნიშვნელობით სანქცირება არ იყო, მაგრამ იყო რაღაც მათი გაკეთროვანება, იმიტომ რომ ისინი ფაშისტები იყვნენ. მისცემდნენ თუ არა საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლის შესაძლებლობა უფლებას კარგად ვერ გაუგია დასავლეთს, რომ დღეს პუტინი არის მაშინდელი ჰიტლერი. და ჰიტლერმა ბევრად მეტი ადამიანი დახოცა, რასაკვირველია, მაგრამ არსით ეს არის ბოროტების ღერძი და მატვიენკოც არის ბოროტების ღერძი და ღერძის პატარა წანა ზარდი არის შალვა პაპუაშვილი. ეს კარგად გავიგეთ და მე მგონი კარგად გავიგეთ. ამასობაში 10 წუთი ამოიწურა და მე სხვა პირებზეც ამაქვს სალაპარაკო. მოდი ამ პაპუაშვილის პაპუაშვილს რო ექვემდებარება და პაპუაშვილის გუნდის წევრი რო ერთ პირზე ვილაპარაკებთ გვერდის ნებართვით. ეს პირი არის მე ხო ტაბლიაშვილი ვარ და ის არის ტალიაშვილი. ტალიაშვილი, რომელიც ამას წინათ დანიშნეს ისიც თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღო კიდეც აგრემანი წვეულებათა სიგელი გადასცა კიდეც პრეზიდენტ ტრამპს და იქ გაიღიმა კიდეც მეტწილად დაძალადება და ოღონდ კარგადაც არის ის პარტიის ელჩია და არა მან არის ის კერა ის შესანიშნავად რომ პარტიის ელჩია და არა ქვეყნის. მაგრამ აღარ ვილაპარაკებ ეხლა ამაზე თამარ ტალიაშვილს. ეხლა მე გეკითხები და გავრცელდა ინფორმაცია, მე არ ვიგორებ ამ ყველაფერს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინც ელჩია, ხო? ან დიპლომატია, მოდი ასე ვიტყვი, ტალიაშვილის დიპლომატობა არ გაიშვა არსად, მაგრამ მაინც მოკლედ საჯარო სივრცეშია. ის როგორ გონიათ ფულს როგორც ასეთს, სად უნდა ინახავდეს? ბევრს ცოტას, 2 ლარს, 20 ლარს, 20 დოლარს, 100 დოლარს მნიშვნელობა სად უნდა ინახავდეს? გავცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტალიაშვილი, რომელიც ელჩია შეერთებულ შტატებში, ის დეკლარაციის შევსების მომენტში საკრებულოს დეპუტატი იყო ერთი ხანობა გეხსენებათ, რუსულ ალფა ბანკში ინახავდა 62,757 ამერიკულ დოლარს. მიმდინარე ანგარიშზე ამავე ბანკში ჰქონდა 9,626 დოლარამდე, მასვე როსბანკის ანაბარზე ჰქონდა 29,851 დოლარი, TBC-ის ანგარიშზე 35,000 евро, ეს კარგია, იმიტომ რომ ქართული ბანკია TBC და სახელფასოზე კი 9,808 ლარი ერიცხებოდა. ბაზის ბანკის ანაბარზე ის ჩინელების არის მოგეხსენებათ 5,895. ანუ ბევრგან აქ TBC-ში აქ გახსნილი ანგარიში საქართველოს ბანკიც ეკდება, მაგრამ იქ არ არის აღრიცხული თუ შესული ამ დეკლარაციაში როგორც ჩანს კარგი თქვა, არა აქვს TBC-ში აქვს, ანუ ჯამში აქ დაახლოებით 41,000 დოლარამდე, ევროდან დოლარამდე TBC-სა და ბაზის ბანკში. ბაზის ბანკი ქართული ბანკი არ არის ბარემ ვიტყვი, მაგრამ ნახეთ 62,626 დოლარი, ხო? აქვს რუსულ ბანკებში. რატო? რუსულ ბანკებში ვინც ინახავს, ალფა ბანკში ვინც ინახავს თანხას, ის არის თუ არა არსით რუსი, ის მას რაღაც დივიდენდი ეძლევა ამ რუსეთიდან? იქნება და კორუფციული სქემებია იქ ურიცხავენ თანხებს რაღაცებს. ამიტომ მე მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ კონკრეტულად თამარ ტალიაშვილზე. მას მოუწევს განცხადების დაწერა და საკუთარი ნებით წამოსვლა ელჩის პოზიციიდან, როგორც კი აქ შეიცვლება და ითარება და მას ბევრ კითხვაზე, მე არ ვამბობ სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით, მე გვეუბნებით ბევრი საზოგადოებაში არსებული კითხვა, მას მოუწევს ბევრი კითხვაზე გაწემა პასუხისა და არა სხვა რამე. ეხლა ვილაპარაკოთ ერთ ადამიანზე, აი გამოპტალიაშვილებულზე ნაკლებად და გამოპაპუაშვილებულზე მეტად. ამ ადამიანს ქვია საწავიდა ეს ინფორმაცია. ამ ადამიანს ქვია დგებუაძე. საწავიდა დგებუაძის თაობაზე ინფორმაცია მოდის ვიხდი. დგებუაძე და გეტყვით რატომ. აქ ლაპარაკობ მე მზია ამაღლობელის кейსზე და იცით თქვენ რომ უახლოეს დღეებში, კონკრეტულად 1 აგვისტოს იქნება განაჩენი გამოტანილი მზია ამაღლობელის მისამართით. მზია ამაღლობელის განაჩენი.
მზია ამაღლობელს მოსამართლე, როგორც არის, დასჯის 7-დან 4-დან 7 წლამდე უკაცრავად. და ის საპატიმროში იქნება გამოკეტილი იმის გამო კი არა, რომ მიარტყა, არამედ იმის გამო, რომ ბოდიში არ მოიხადა. ბოდიში ამ რუსების წინაშე და მე მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ მზია ამაღლობელს იმისთვის, რომ ისევე როგორც ხვებს, რომლებსაც თხოვენ ბოდიშს, რომ მათ არ დაიხიეს უკან და მათ არ თქვეს, არ მოუხადეს ბოდიში ამ რუსულ რეჟიმს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი ამბავი, კიდევ ერთ პიროვნებაზე უნდა ვისაუბრო. მზიას მადლობას ვუხდი, ცხადია, მაგრამ ერთ პიროვნებაზე უნდა ვილაპარაკო. ეს პიროვნება არის ეს დგებუაძე და გზაგასაყარია, სანამ გებუაძეზე ვიტყვი, რომ ვიცოდეთ, მაინც უკლებრივ ყველასთვის, აი თქვენ მოგმართავთ. თქვენთვისაც არის გზაგასაყარი 1 აგვისტო. 1 აგვისტო, როცა შესაძლოა რაღაც ორ დღეში ან პირველ შენოში ან სამში გამოაცხადოს განაჩენი, იმიტომ რომ პირველში ვერ მოესწროს, მაგრამ გზაგასაყარია უკლებრივ ყველასთვის. ვინც ხართ დგებუაძისკენ, ან ამართლებთ დგებუაძეს. ვინც ამბობთ, რომ მზია ამაღლობელს არ უნდა მიერტყა და თუ მიარტყა, მან უნდა ზღოს, ის უნდა დაისაჯოს, სიცხლის სამართლით უნდა დაისაჯოს, ის თქვენ არ ხართ არა მხოლოდ ემპათია დაკარგულები ხართ, არამედ არ ხართ ამ ქვეყნისათვის ადამიანები. თქვენ ხართ დამონებულები უკვე სამუდამოდ. სადაც არ უნდა მუშაობდეთ, რა გამართლებაც არ უნდა გქონდეთ და ასე შემდეგ, თქვენ ხართ დამონებულები უკვე სამუდამოდ. არაფერი საერთოდ ჩვენ აღარ გვაქვს ამის შემდეგ. რა მიზეზითაც არ უნდა ამართლებდეთ ამ ყველაფერს. ძალობე ზურაბიშვილი წერს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მეხუთე. პრეზიდენტი. 1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზაგასაყარი პრინციპში. იმ სიტყვებს იმეორებს, მე ვიმეორებ ეს სიტყვებს, ოკეი? იქნება საქართველოს 2025 წლის 1 აგვისტომდე და 1 აგვისტოს შემდეგ უბრძანებს პრეზიდენტი. იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეული ქვეყნის სამსახურში სულ და ლეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც მონაწილეობს ბაზღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული, ერთი ლოყა გაწელილი პოლიციელის გაწითლებული ალბათ პოლიციელის ჩათვლით ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისაგან კი არა, არამედ არაკაცობისაგან გაწითლებული გებუაძესია საუბარი, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაკა. და მართველი გუნდის ყველა წევრი ივანიშვილი კობახიძეებით ისტორია უმკაცრესი რამა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია. ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რომ რამე შერჩენილ ადამიანობის გაღვიძებისა, მაგრამ 1 აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს. ეს დღე ყველას ეხება და ყველას ილუსტრაცია იქნება. ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის. მზიას ნაცების მომხრედ, გადატრიალების მომხრედ, ან ვინმე აგენტ, ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის აწამებენ, ან ხედავ და გესმის რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმახ და ყრუხარ, ან ყველაფერზე აწი და ხუჭავ თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან, უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება თქვენ თუ შეგეხებიან, თქვენ მზია თქვენ დაგიცავთ და ჩვენც დაგიცავთ რა საკვირველია, უმრავლესობა თქვენგანს, ვისაც უსამართლოდ შეეხებიან, რომ იცოდეთ მაინც. მზია ამაღლობელს გაუმარჯოს და ისტორიის სანაგვეში არის მოსასროლი შალვა პაპუაშვილი, ტალიაშვილი, დგებუაძე, კალაძე, სხვები და 1 აგვისტო მართლაც არის გზაგასაყარი ისტორიის სანაგვეში, უკვე მოსროლილ მატვიენკოსთან თუ პუტინთან ერთად არის ადგილმისაჩენი ყველა ის ქართულგვარიანი რუსი, რომელმაც ეს ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო, რომელმაც აწამა მზიაც და არა მზია, არა მხოლოდ მზიაც ადამიანები, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვინც ამას არ იტყვის და მე ამის თქმას ვაპირებ სულ და ჩემზე უფრო ხმამაღალნიც არიან ადამიანები. ვინც ამას არ იტყვის, ის არის რუსეთის სამსახურში. ეს კარგად გაიგეთ, ჭერაც დადუმებულო, ჩემო ნაცნობ მეგობრებო. ნახვამდის.